აი ესე გავაცილეთ შოთიკო ტატიშვილი და შევხვდით დავით კორინთელს, რომელიც დღეს ყველაზე მომთმენი მონაწილე აღმოჩნდა ჩვენი, იმიტომ რომ დღეს ის ბოლო კონკურსანტია დღევანდელ ლაივზე. დავით, რთული იყო ალბათ ხოლოდინი, ამდენი ღელვა და ნერვიულობა. წარმოგიდგენთ, ბევრი ველოდე ძალიან და მოკლედ შემართებით ვარ, მაინც შევეცდები რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, ვიმღერო კარგად. ძალიან კარგი სიმღერა, მოდი აქვე მაყურებელს უთხრათ, სიმღერა რომელიც სერ ელტონ ჯონმა სპეციალურად შექმნა ძალიან ცნობილი ანიმაციური ფილმისთვის მეფე ლომი. ერთნაირად საყვარელია ეს სიმღერა ყველა თაობისთვის, ბავშვებისთვის, დიდებისთვის, მშობლებისთვის და ასე შემდეგ. დავით, მოდი უთხრათ მაყურებელს შენი ნომერი, რომელზეც უნდა დაგიჭიროთ მხარი თუ კი სურთ რომ შენ დარჩე დღეს ვოიში. თუ გსურთ რომ დავრჩე პროექტში, თუ გსურთ ჩემი სიმღერა, ამიტომ აიღეთ ტელეფონები, დამირეკეთ 09300 300 358. მაშ ასე მოიმარჯვეთ მობილური ტელეფონები, მე გამოვაცილებ დავით კორინთელს სცენისკენ, წარმატებები დავითს ვოიში, თქვენ კი არ დაკარგოთ დრო, ნუ იქნებით სხვების იმედზე, შემდეგ გული რომ არ დაგწყდეთ, მოიმარჯვეთ მობილურები, ჯეოსელის, მაგთის და ბილაინის ყველა აბონენტმა და იაქტიურად. მე ვარ დავით კორინთელი. ნოდიკოს გუნდის წევრი. ჩემი ნომერია 09300 300 358. მომეცი ხმა. დავით კორინთელი არის ჩემს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ხუთოსანი კონკურსანტი და გუნდის წევრი. არის ძალიან საინტერესო სიმღერა, არის ჩემი ბავშვობის მულტფილმიდან, Lion King-დან, Circle of Life. იმენა დარწმუნებული ვიყავი რომ მას ეს სიმღერა უნდა ემღერა. ერთ-ერთი ძალიან ცნობილი სიმღერა ელტონ ჯონის, რომელიც გამოყენებული არის მიუზიკში მეფე ლომი, რომ მომენტალურად შევთანხმდით, რომ უნდა გავაკეთოთ ეს. ინტენსიურად მუშაობთ ამ სიმღერაზე, რათა გამოვიდეს ძალიან საინტერესო. სცენაზე გადის ყოველთვის ძალიან მომზადებული, მაგრამ სცენაზე რო დგება, იგონებს ახალ რაღაცებს. აი იგივე მონაკვეთს, ან ნებისმიერ მონაკვეთს, რასაც აგვაკეთეთ, იქ თუ სხვანაირად გავაკეთეთ, მაგრამ გავფრაზდები. იქ რა თქმა უნდა, მაგრამ დაგახჭით მე ამოვიდეს. ეს მაინც პროექტია, მაინც ბრძოლაა და ცდილობ ესე ვთქვათ, შენ თავის გადასარჩენად იბრძოლო და გააკეთო მეტი და მეტი. ყველაზე მეტად შენგან რა სჭირდება არის როგორ გითხრა ენერგეტიკულად უნდა შეავსო ის რასაც მღერი. ბოლოს უკვე ისეთი ამბები ხდება რომ ის სუპორტეზე უნდა იმღერო, სუს უნდა გაავსო და რო დამთავრდება დარბაზი უნდა დაინგრეს. ბრმა კასტინგზე როდესაც მოვედი, ჩემი ნომერი იყო 100, რომელიც დღემდე თანდაო მაქვს და ყველა კონცერტზე მიდევ ჩიბეში, დღესაც არც მაქვს აგერ. ეს არის ჩემი ერთგვარი თილისმა. ეს მე ვერ მიშველის თუ ხალხმა არ დამიჭირა მხარი, ამიტომ ყველას მოგიწოდებით, ვისაც სურს რომ პროექტში დავრჩე, დამიჭიროთ მხარი და მომწეთ ხმა. დათო ხუცურაული to take in